გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია. და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. მინდა გითხრათ, რომ რასაც შალვა რამიშვილი ეჭობდა, მე ეჭვი მაქვს, რომ დედა მოგვეტყნება. ეგ ეჭვი გამართლდა. საბოლოოდ. გადაცემის დასაწყისში აუცილებლად უნდა გავუშვათ აი ეს ვიდეო. შეხედეთ სხვა ღელავს, მე არა. როდესაც გია ჯაჯანიძე აბობოქრებული ზღვის ფონზე გვარწმუნებს, ზღვა ღელავს ჩვენ არაო, ეს არაა სიმამაცე გემის ჩაძირვის წინ. ეს არ გავს იმას ტიტანიკი რომ იძირებოდა და მუსიკოსები მაინც აუღელვებლად და ვაშკაცურად უკრავდნენ. ეს უბრალოდ ბიოლოგიური და ფიზიკური მოცემულობაა მეგობრებო. აი დააკვირდით, ზღვაში იძირება ყველაფერი, რასაც წონა, შინაარსი და სიმკვრივე აქვს. მაგრამ არის რაღაცები, რაც ნებისმიერ შტორმს, ნებისმიერი სიძლიერის ტალღას ბოლომდე უძლებს და არ იძირება. ფიზიკოსები იტყოდნენ, რომ ეს ამომგდები ძალის დამსახურებაა. როცა საგანი შიგნიდან ცარიელია, ის არ იძირება. აი ბიოლოგები კი ამას სხვანაირად ახსნიდნენ. არსებობს გარკვეული სუბსტანციები, რომლებიც უბრალოდ არ იძირებიან და ნებისმიერ პირობებში, აი ნებისმიერ პირობებში მაინც წყლის ზედაპირზე განაგრძობენ ამაყად ტივტივს. ამიტომ არ ეშინია ჩაძირვის გიას და გიასნაირებს. ჩვენ კარგად ვიქნებით. როცა ამ გადაცემას ვაკეთებდით, შიგადაშიგ პოზიტივის პროპაგანდისტის ნათია ბერიძის ერთი ძველი პოსტი მახსენდებოდა. საღო ძმებო, აით თქვენი ორტრაკა დედები ვატირემე. მერე ურეკეთ ყორშიებს, იქნებ მე არ მახსენო, იქნებ ჩემზე არაფერი თქვაო და გადაგვაკუკეთ თავზე. ტევე იმედიდან წამოვიდა 2 წლის წინ ხალხი და ამან დაამუნათა ეგენი. ყორშიები შეგეშინათ. სხვა შორის მე მრავლობითში ხშირად მომიხსენიებენ. აკითხებ ლაგზე არის ესე იგი ეს ყორშიები, რომლებიც აკეთებენ თავის საქმეს კარგად, ჩათლახები არიან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისი საქმე იციან. და აქეთ ვიყავს შენ. ეს ბოდიში და ისა რა ქვია, სულით და ხორცით გეი აქტივისტი ჩიხლაძე ტელეიმედში, ეს რა ქვია, ლატენტური ბოდიში და გეი ისინი პროპაგანდისტები ვითომ ნაცებს ლანძღავენ. მაგრამ ყორშიაც არაა უშიშარი. და ეს ჩემი სისუსტე ახლახან პოზიტივი აღმოაჩინა. აი პოზიტივის მიერ დადებული ზუსტად 3 წამიანი ვიდეო წარწერით. რუსეთთან მებრძოლი ყორშიას შიშები. ვირთხარ რომ დავინახო, უბრალოდ გული მინდის. სხვა შორის უფრო მშვიდად ვიყავი, როცა ყველა ვირთხა ერთად იყო შეკუჩებული პოზიტივისა და იმედის კედლებში. ახლა როცა გაქცევაზე არიან, კაც მარიცის, ვინც აიდან გადმოგიხტება ქუჩაში. მით უმეტეს რომ როგორც აღმოჩნდა ამ გემიდან გაქცეული პირველი მღრღნელი თავად კაპიტანი რუხაძეა. მოკლედ, ყველამ უკვე იცით, რომ დიდმა ბრიტანეთმა იმედსა და პოზიტივის ფინანსური სანქციები დაუწესა. აქვე გავიხსენოთ, რა მოლოდინები ჰქონდათ რამდენიმე თვის წინ თავად პროპაგანდისტებს. ბრებო, ყველაფერი კარგად არის. ეს სანქციების თემა, არარეალურია, რა თქმა უნდა. თვითონ აპარაკობ. კი ბატონო, სანქციები არ განხორციელდება და ვერ განხორციელდება ამაზე. ამაზე რა თქმა უნდა უკვე ბევრმა ისაუბრა. ყველა ხუმრობა ითქვა, დაიწერა და აღიწერა. ცოტა აქედან ვიცინეთ, ცოტა იქიდან იცინეს, ოღონდ ნერვიულად. რადგან ოცნებაში დიდი პანიკა ატყდა. ძალიან დაიბნენ. ჩატებში მესიჯბოქსები ჯერ დაგზავნილი არ იყო. აგერ ვატო შაქარაშვილი საერთოდ ვერ მიხვდა რა უნდა ეთქვა მეგობრებო. და წამოაყრანტალა ვერ ღირსებით რომ პოზიტივი და იმედი BBC სტანდარტებს გაუთანაბროთო. შანტაჟის მცდელობას ვერ ექნება გავლენა, არც პოზიტივი, არც იმედი. არ გადავა BBC სტანდარტზე რომ მოკლედ ერთი ამბავი აიწია და რა თქმა უნდა დღეს ამ თემაზე დეტალურად ვისაუბრებთ, რადგან ბრიტანული სანქციები ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე. მაგრამ მანამდე მოდი მოვლენების ქრონოლოგია დავალაგოთ. აი რა ვიცით ნახდათ. სანქციების ოფიციალურ გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე 6 თებერვალს ირაკლი რუხაძე ადგა და იმედი ვიღაც ილია მიქელაშვილს სიმბოლურ 1000 ლარად მიხტიდა. 1000 ლარად მეგობრებო. დღეს თბილისში მაგ ფასად ნორმალურ მეორად PlayStation-ს ვერ იყიდი. ირაკლი რუხაძემ კი გაყიდა ტელევიზია, რომელმაც 2025 წელს მთელი ქვეყნის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ლამის 80% ჩაიჯდა. თუმცა დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ რუხაძეს იმედზე ჯერ კიდევ 6 თვის წინ ჰქონდა გული აცრუებული. დილას რაღაცას ვაჯიშობ ხოლმე რაღაცა რუტინა მაქვს, ამ BBC მაქვს ჩართული ან CNN-ი, როგორც წესი
იმედს არ უყურებ. თუმცა არის ერთი პატარა ნიუანსი. ოფიციალური მონაცემებით იმედის ზარალი 454 მილიონი ლარია. ხოლო სახელმწიფოს წინაშე დავალიანება 17 მილიონ ლარს უტოლდება. ანუ ირაკლი რუხაძე მოახერხა ის, რასაც Wall Street-ის საუკეთესო ბროკერებიც ვერ იზამდნენ. 9 მილიარდიანი მინუსის მქონე შავი ხვრელი 1000 ლარად შეასაღა კაცს, რომელიც ძირითადად ცნობილია იმით, რომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხალხს აგინებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. ესეც არ იკმარეს. სანქციების გამოცხადებიდან ზუსტად მეორე დღეს ირაკლი რუხაძე და მისი ბანდა პანიკით მიცვივდნენ საჯარო რეესტრში, რომ იმედის ბორდიდან თავიანთი სახელების სასწრაფო დამოიშალათ. თან იმდენად ეჩქარებოდათ, რომ დაჩქარებული წესით მომსახურებაში თითოეულმა 414 ლარი გადაიხადა. ანუ გადაიხადეს იმედის გაყიდვის ფასი სადღაც 41%. ოღონდ მანდ აღარ ეხსენებინათ ამათ სახელები. ამის შემდეგ კი რუსული დეზინფორმაციისა და ანტიუკრაინული მესიჯების გავრცელების საბაბით ბრიტანეთმა იმედი და პოსტივი ოფიციალურად ჩასვა სანქცირებულთა სიაში. სხვა შორის რუხაძის არ იყო სანქცირებამდე 25 დღით ადრე პოსტივის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემაც. უნდა ითქვას, რომ ცოტა ხნით ადრე ვიქტორ ჯაფარიძესაც ვატყობდი შიშებს მე პირადად. სადა არიან სანქციებისთვის თქვენი ოჯახის წევრებიც, იმიტომ რომ ჯეიმს ობრაიენი აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრებსაც გავრცელდება. აი ეს არის დემოკრატია, რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? რა დააშავა ჩემმა შვილმა? გეკითხებით, თქვათ მე დავაშავ. ეგ არის დემოკრატია? მეგეც დემოკრატია არ მომწონს. მოკლედ ვიქტორ ჯაფარიძე და ირაკლი რუხაძე გადარჩნენ ჯერჯერობით. რიგითი პროპაგანდისტები კი ეკრანზე მტკიცე სახის შენარჩუნებას ცდილობენ. თუმცა რაღაც მომენტში მაინც აგვიქვითინდა ჩვენი დორიან გრეი. ჩვენ პრინციპში ამ საკითხს ველოდით, რომ ველოდითზე მეტად უფრო მზად ვიყავით. ყველანაირად. რანათან ჯიშლახით ყვები მე. აი, ძალიან განვიცდი რა. ძალიან სულად. ისე ეს აქ მართლა მაგრად გატყდა ემოციურად. ახლა ეს რომ ნახეთ, შეიძლება შეგეცოდოთ. მაგრამ არა, მეგობრებო, ყველას მოგიწოდებთ. ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კიდევ ერთხელ, ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. მოკლედ, მე მინდა მივმართო არა მხოლოდ იმედისა და პოსტივის თანამშრომლებს, არამედ ზოგადად ქართული ოცნების კორუმპირებული სისტემით მოსარგებლე თითოეულ ადამიანს. ირაკლი რუხაძე არის პატარა ბიძინა. ირაკლი რუხაძის მინი იმპერია, რომელიც აგებულია სიცრუესა და манипуляციებზე, არის ბიძინას მიერ შექმნილი სისტემის პატარა მოდელი. შესაბამისად, როგორც ირაკლი რუხაძე მოგექცათ თქვენ იმედის ბაბლს, შეგატოვათ სანქციებს პირისპირ. თავად კი მოკურცხლა, ზუსტად ასე მოექცევა ბიძინა ოცნების თითოეულ წარმომადგენელს. როგორც კი მას სერიოზული სანქციების საფრთხე შეექმნება. და დარწმუნებული იყავით, რომ ეგ დრო ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. თქვენ ცხოვრობთ საკუთარი ტყუილებით შექმნილ ილუზიაში. და საიდან ვიცი, რომ ილუზიაში ცხოვრობთ? აი თქვენივე პროპაგანდისტის ლარი მოროშკინას პოსტს მოვიშველი. ქართული ოპოზიცია გვერდზე რომ დადგომოდა ბრიტანეთისგან ჩაგრულ ქართულ მედია კომპანიებს პოსტივისა და იმედს ბევრად მოიგებდნენ რეპუტაციულ ამბავში. ოპოზიციის რა გითხრათ, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინებთ ლალის ამრჩევას. რახან მაინც გულმოწყალე ხალხი ვართ. როცა ვხედავთ ადამიანს გასაჭირში, გინდა არ გინდა დახმარების სურვილი გვიჩნდება. ამიტომაც დღევანდელი გადაცემა ყველაზე სასარგებლო სწორედ იმედისა და პოსტივის თანამშრომლებისთვის იქნება. უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. თქვენ არ ხართ ჟურნალისტები, პროპაგანდისტები ხართ. ეს თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღიარა. როცა კითხეს ეს ტელევიზიები, ხომ ქართული ოცნების პროპაგანდას ეწევიანო, იმან უპასუხა, მე რაო. ვისი პროპაგანდისტული არხები არიან? ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული. ეცეთ რა, ნახეთ და მერე მოკლედ სწორი თქვა ლალი მოროშკინამ. ისევ ოპოზიციურად განწყობილებმა უნდა დაუჭიროთ მხარი პროპაგანდისტულ მედიებს. მოდი გადმოვიღოთ იმედისა და პოსტივის ეკრანული სახეების სივები და მოვიფიქროთ, ვინ სად შეიძლება დავასაქმოთ. მაშასე, წარმოგიდგენთ 5 პროპაგანდისტს და 5 პროფესიას, რომელიც მათ დღეს ყველაზე მეტად მოუხდებოდა. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილზე ვყავს კაცი, რომელზეც ალბათ ყველაზე მეტად წყდება გული. ოთარ ტატიშვილი. კაცი, რომელმაც წლების წინ სერიალ შუა ქალაქში ექიმი ირაკლი ჩხეიძის როლით მთელი საქართველოს სიყვარული დაიმსახურა. ჩემიც მათ შორის. რაღაცნაირი იმედი გქონდა, რომ ეს ნიჭიერი, ქარიზმატული, იუმორის მქონე კაცი ყოველთვის ხალხის მხარეს იქნებოდა. მაგრამ არა. როგორც აღმოჩნდა ამ ხელისუფლებამ, ყველაფერთან ერთად ჩვენი საყვარელი პერსონაჟებიც იყიდა.
რადგან ოთარი იმედის მთავარი გამრთობი და სახეა, მისთვის ისტორიაში მოუძებნეთ ყველაზე ზუსტი, ტრაგიკომიკური პროფესია. სამორინის პიანისტი. მით უმეტეს რომ ოთარს კონსერვატორიაც გონია დამთავრებული. წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის ველური დასავლეთი. ქალაქის შუაგულში დგას ორსართულიანი, კარგად მორთული სამორინე. ამ სამორინეებს ყავდათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი შტატი, შემოსასვლელ ჰოლში მჯდარი პიანისტი. ამ პიანისტს ევალებოდა რომ კლავიშებზე გამეტებით ერტყა ხელები და რაც შეიძლება ხმამაღლა, ენერგიულად და მხიარულად დაეკრა. იცით რატომ? იმიტომ რომ შემოსასვლელში მსხდომ კლიენტებს, ან უბრალოდ ქუჩაში გამლელებს, არ გაეგოთ მეორე სართულის ოთახებიდან წამოსული ყვირილის, გინების, ტირილისა და სექსუალური ძალადობის ხმა. პიანისტის საქმე იყო ხალხისთვის გადაეფარა ამ დაწესებულების რეალური მყრალი სუნი და ის ბოროტება, რაც იქ ხდებოდა. მას უნდა შეექმნა ილუზია, რომ აქ უბრალოდ კარგი გართობა და მუსიკა. ოთარ ტატიშვილი არის ტელეკომპანია იმედის შტატიანი სამორინის პიანისტი. სანამ კედლის მიღმა საინფორმაციო გამოშვების სტუდიაში ირაკლი ჩიხლაძე და მაგდა ანიკაშვილი ჟურნალისტიკას აუპატიურებენ, სანამ სუსის დაწერილ ტექსტებს კითხულობენ, დამოუკიდებელ მედიას უცხოეთის აგენტებად აცხადებენ და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ, ოთარი ზის შემოსასვლელში და მხიარულად უკრავს. მისი ამოცანა ამ 454 მილიონიანი ზარალის მქონე ბრიტანეთისგან სანქცირებულ პროპაგანდისტულ დაწესებულებას რაღაცნაირი ადამიანური თბილი იმიჯი შეუქმნა. გააკეთილშობილოს ასე რომ შენ მაყურებელმა იმედის ჩართვისას ეგრევე გულისრევი შეგრძნებამ არ შეგაწუხოს და ეს სუდი აურა რამემ გადაფაროს. რაც ყველაზე არადოქსულია, ოთარი პროფესიით ექიმ რადიოლოგია, კაცი რომლის პირდაპირი მოვალეობა აპარატურაში შეიხედოს და ადამიანის ხელში სიმსივნე, მეტასტაზები და სიდამპლე დაინახოს და ეს კაცი დიაგნოსტიკის ოსტატი რანაირად ვერ ამჩნევს იმ უზარმაზარ მეოთხე სტადიის პოლიტიკურ სიმსივნეს, რომელშიც თვითონ მუშაობს. სცენარის მომზადებისას 5 წლის წინანდელ ინტერვიუს გადავაწყდი. ოთარი გია ჯაჯანიძის გადაცემაში იყო სტუმრად. ჯაჯანიძემ კითხა: რა ნატრა გაქვს ცხოვრებაში? ოთარმა უპასუხა: მინდა ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა სიცოცხლეშივე მითხრან რა მაგარი მამა და ბაბუა ყავს. ხო და ოთარ, ეგ პერსონაჟი ირაკლი, შენ შუა ქალაქის პავილიონში დაგრჩა. ახლა შენ ხარ რუსული პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი მთავარი გამრთობი, რომელიც ამ პოლიტიკურ სამორინეში ზის და მართლ ელიტას პიანინოზე უმღერის. გადავედით მეოთხე ადგილზე. იმედის მთავარი ესტეტი. ნუ ეს ულაბერიძე. ნუ ეს გონია რომ ის არის ჰოლივუდური დონის პროდიუსერი, რომელსაც ელიტური შოუები მიჰყავს. მაგრამ თუ ჩავხედავთ მის რეალურ პოლიტიკურ ფუნქციას, ისტორიაში მისთვის მხოლოდ ერთი უნიკალური პროფესია მოიძებნება. ტიუდორების ეპოქის ინგლისში არსებობდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული თანამდებობა სამეფო კარზე. ამ თანამდებობის ადამიანს უშუალო კონტაქტი ჰქონდა მეფესთან, მაშინაც კი, როცა სხვას არავის შეეძლოს. ის სარგებლობდა უდიდესი გავლენით და როგორც წესი, სიმდიდრეც გააჩნდა. ამ თანამდებობის სახელწოდება სამეფო საპირფარეშოს მოახლე. და ამ პროფესიის ადამიანის ერთადერთი პირდაპირი მოვალეობა იყო მეფეს საპირფარეშოში გაჰყოლოდა. დალოდებოდა, სანამ მონარქი მოისაქმებდა და მერე საჯდომი გამოიწვევდა. მართველი პარტია რაღაც კატასტროფულ პოლიტიკურ სიბინძურეს ჩაიდენს. მთელი ქვეყანა ყარს და ამ დროს შემოდის ნოე, ფრაკითა და ბაფთით. შემოაქვს რბილი განათება, რთავსევდიან მუსიკას, იწვევს სტუდიაში ჩაჯბულ ჩინოვნიკს და მთელი ქვეყნის დასანახად წმენს. ამის კლასიკური მაგალითია მისი საავტორო გადაცემა ნოესთან. გახსოვთ ირაკლი ღარიბაშვილი რომ ყავდა სტუმრად. საათობით გვაჩვენებდა თორმე რა მორწმუნე, ოჯახის მოყვარული და ფაქიზი სულის პატრიოტია ირაკლი. აი ნახეთ როგორ აქებდა. მე თამამად შემიძლია გითხრათ რომ იმ სოციუმში, რა სოციუმშიც მე მქონია შეხება, დღემდე ყველა ძალიან კარგად იხსენებს თქვენი მუშაობის პერიოდს. და რა მოხდა მერე? სისტემამ ღარიბა შეჭამა. სუსმა ღარიბაშვილი კორუფციაზე დაიჭირა და 5 წლიანი ციხე და 1 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. მაგრამ ნოე არ დაიბნა, მოისროლა ღარიბაშვილისთვის განკუთვნილი სახოცები და ახალი მმართველის უკანალს დაუდგა დარაჯად.
მოვიდა ირაკლი კობახიძე. დააჯდა იმავე დივანზე და დაიწყო სრული კლინიკური სიგიჟეების ფრქვევა. გლობალური ომის პარტიაზე, Deep State-ზე, იმაზე რომ ევროპასა და ამერიკას თურმე ჩვენი ომში ჩართვა უნდათ და ოპოზიცია ქვეყანას ანგრევს. რა უთხრა კობახიძეს ნოე? აი სიტყვა სიტყვით ის, რაც 2 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილს. მადლობა ყველაფრისთვის. მე და ჩემი მეგობრები დიდ პატევს გცემთო. ნახეთ. ასე თქვენს მიმართ განსაკუთრებული გულშემატკივრობა გვაქვს მე ჩემს მეგობრებს და მე ვიცი რომ დიდი არმია ამ ადამიანებს. ნუ ესე შრომა წყალში არ ეყრება მეგობრებო. სანამ ის ტელევიზიით ხალხს აბრუებს და პოლიტიკოსებს ერთ ადგილას უძურება, პარალელურად ფლობს 100%-იან წილს შპს ლისი ტოპოგრაფში. ულტრა მდიდრულ, უძრავი ქონების ელიტურ კომპანიაში ლისის ტბაზე. აი ეს არის სამეფო საპირფარეშოს მცველის ჯილდო მეგობრებო. შენ წმენდ ელიტის სიბინძურეს, ისინი კი გაძლევენ უფლებას ლისზე ვილები აშენო და მერე ეს კომპანია შენივე გადაცემაში დაარეკლამო. გადაცემის პარტნიორია ლისი ტოპოგრაფი. ამიტომაც როცა დიდმა ბრიტანეთმა იმედი დაასანქცირა, ნოე კი არ გაიქცან, რა ვიცი, გაწითლდა. პირიქით, ამაყად გამოაცხადა. ვერანაირი სანქცია ვერ წამართმევს იმ სიამაყეს, რაც ჩემს მშობლიურ იმედში დამიგროვდაო. რა თქმა უნდა, ნოე, თავარია ეს სიამაყე ზედმეტად არ დაგროვდეს, მერე მილების გაჭედვა და გადმოსვლა იცის ხოლმე. მესამე ადგილი. შალვა რამიშვილი, გომბეშოების მყლაპავი. ეს შენო პროფესია იყო, შეიძლება ასევე უბრალოდ ეს ეძახდეს. მესამე ადგილზე გვყავს ქართული ოცნების იდეოლოგი, რომელიც სავარაუდოდ თავად ქოცებსაც ზულთ. შალვა რამიშვილი. პროპაგანდისტი ვარ მე პირადად. ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი. და რადგან შალვას მთავარი პოლიტიკური ფუნქცია პირდაპირ მის ფიზიოლოგიურ მონაცემებსა და მომნელებელ სისტემაზე გადის, მისთვის ისტორიაში მოუძებნეთ იდეალური პროფესია. გომბეშოების მყლაპავი. მართლა იყო ასეთი პროფესია. წარმოიდგინეთ შუა საუკუნეების ბაზრობა. მოედანზე დგას შარლატანი ექიმი, რომელიც ხალხს რაღაც გაურკვეველ წამალს ასახებს. ამ წამლის ეფექტურობის დასამტკიცებლად ექიმს ყავს ასისტენტი, გომბეშოების მყლაპავი. ასისტენტი ხალხის თვალწინ იღებს უზარმაზარ, ვითომ სასიკვდილოდ ჩხამიან ბაყაყს და პირდაპირ ყლაპავს. ყველა ელოდება რომ ის მოიწამლება. ამ დროს შარლატანი ექიმი ასმევს თავის წამალს. ასისტენტი უეცრად მომჯობინდება და გაოცებული ბრბოც უმალ ყიდულობს ამ ნაგავს. ბიზინა ეს შარლატანი ექიმია. პარტია ქართული ოცნება ეს უსარგებლო ვითომ წამალი. შალვა რამიშვილი კი მისი შტატიანი გომბეშოს მყლაპავი. შალვას ფუნქცია ტელევიზიაში ის კი არაა რომ უბრალოდ გააправოს ის საშინელებები, რასაც ხელისუფლებას ჩადის. არა, მისი მიზანია საკუთარ მაგალითზე აჩვენოს საზოგადოებას, რომ ამორალური ადამიანის სტომაქი აბსოლუტურად ყველაფერს მოინელებს. სისტემა მიიღებს რუსულ კანონს, შალვა გადაყლაპავს. სპეცრაზმის სტუდენტებს სცემს, შალვა გადაყლაპავს. თვითონ შალვას უამრავი ქალია ამ ხელ სექსუალურ შევიწროებაში და სასამართლო 2000 ლარით აჯარიმებს, ამასაც გადაყლაპავს. 2000 ლარი დამეკისრა თათიასთვის სამხარდისთვის დასუბარნაოს გადასახდელი და გადავიხადე. თავარია ხალხს აჩვენოს, რომ მორალური სიბინძურის მონელება პრობლემა არაა, თუ წამლად ქართული ოცნება მოგევლინება. და თუ ვინმეს ეჭვი გეპარება ჩალვას მომნელებელი სისტემის უნიკალურობაში, უბრალოდ წაიკითხეთ ის პოსტი, რომელიც მან ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან მალევე დაწერა Facebook-ზე. პირდაპირ ციტირებ. სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გიახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კერძზე, წიწილი ისრი მაყვალში, ნიყვი, ეკალას ფხალი, ქუთაისური ოსტრი. ამას დავაყოლეთ ოცხანური საფერავი. აი რამდენნაირი რეაქცია შეიძლებოდა ქონოდა ადამიანს ასეთ სტრესზე, ხო? რამდენნაირად შეეძლო დაემტკიცებინა, რომ არა მეგობრებო, არ ჩავიჯვით. შალვამ კიდე თავისი და იმ ორის სტომაქის შიგ თავსი გაგვიზიარა, რომ თუ ჩაჯმა 1.700 ლარის ფარგლებში მაინც ჩავიჯოთო, იფიქრეს ბიჭები. ასეთია პროპაგანდისტი ძმადნაფიცების ბედი. ბაჩო, შენ ხარ პროპაგანდისტი? კი. ახლა ხარ გამოერკვევა ძალიან მაგარი პროპაგანდისტები ვარ თან. დედის ტრაკი. მეორე ადგილი. მეორე ადგილზე გავიყვანეთ ორი პერსონა და ორი პროფესია. უბრალოდ ვერ ავარჩიეთ რომელი ჯობდა. პირველი, გია ჯაჯანიძე, დეკორატიული განდეგილი. მართლა იყო ასეთი პროფესია. მე-18 საუკუნის ინგლისში ძალიან მდიდარ არისტოკრატებს ჰქონდათ ერთი უცნაური მოდა.
საკუთარ უზარმაზარ ბაღებში ქირაობდნენ და სვამდნენ ეგზოტიკურად ჩაცმულ ადამიანებს, ეგრეთ წოდებულ დეკორატიულ განდეგილებს. მათი საქმე იყო უბრალოდ მჯდარიყვნენ. ვითომ რაღაც დიდ ფილოსოფიაზე ფიქრობდნენ და სტუმრებისთვის თვალის გასახარი დეკორაცია ყოფილიყვნენ. გია ჯაჯანიძე არის ქართული ოცნების მედია იმპერიის სტაჟიანი დეკორატიული ბრძენკაცი. სანამ ქვეყანაში პოლიტიკური აპოკალიფსია, სანამ მისი ტელევიზია რუსული პროპაგანდის მთავარ იარაღად მუშაობს, გია ზის სტუდიაში აცვია ბრჭყვიალა ბროშებიანი პიჯაკი და სრულ ნირვანაშია. იცი რა მაინტერესებს დამცინე? და მეორე, გია გაჩეჩილაძე, უცნობი. ცოდვების ჭამელი. ისტორიაში არსებობდა ასეთი ძალიან სპეციფიკური პროფესია, ცოდვების ჭამელი. როცა ვინმე განსაკუთრებით ცოდვებით დამძიმებული კვდებოდა, ოჯახი ქირაობდა კაცს, მიცვალებულს მკერდზე პურს დაუდებდნენ და ეს კაცი ამ პურს ჭამდა. ითვლებოდა, რომ ამ აქტით ის მიცვალებულის ყველა ცოდვას ყლაპავდა და საზოგადოებისგან მოკვეთილი, დაწყევლილი დადიოდა. უცნობი ზუსტად ამას აკეთებს. მისი ფუნქციაა წამოროშოს ისეთი კატასტროფული ანტისახელმწიფოებრივი სიგიჟე, რომ მთელი საზოგადოების ბრაზი, გინება და შოკი საკუთარ თავზე აიღოს და ამით ქართული ოცნების ცოდვები შეჭამოს. აი მოусმინეთ რა თქვა გუშინ. რუსეთმა მარო მაყაშვილი, რუსეთმა კი არ მოგვიკლა მარო მაყაშვილი. მარო მაყაშვილი მოგვიკლა იმ ხელისუფლებამ რა. როგორც ამ ხელისუფლებამ მოგვიკლა გიორგი არწუხელიძე რა. დედის ტრაკი. გესმით თქვენ რაშია საქმე? კაცი პირდაპირ ეთერიდან ეროვნულ გმირებს, რომლებიც რუსულმა საოკუპაციო ძალამ აწამა და მოკლა, ანუ ამ ტრაგედიას საქართველოს აბრალებს, იმისათვის რომ რუსეთი გაამართლოს. ეს არის იმდენად დიდი პოლიტიკური და მორალური ცოდვა, რომ ამას რიგითი ქოციც კი ვერ იტყვის ხმამაღლა. აი ამისთვის ყავს უცნობი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ამ ცოდვებს და უსირცხულოდ ყლაპავს პირდაპირ ეთერში. და რა ამერე? და ბოლოს, მეგობრებო, ჩვენი რეიტინგის აბსოლუტური მწვერვალი, პირველი ადგილი. ეს პატივი ერგო ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროს ირაკლი ჩიხლაძეს და ქრონიკის მთავარ სახეს მაგდა ანიკაშვილს. ამ ორ ადამიანს გონია, რომ ელიტურ, სოლიდურ ჟურნალისტიკას აკეთებენ, მაგრამ რეალურად მათთვის ისტორიაში არსებობს მხოლოდ ერთი, ყველაზე სისხლიანი და ცინიკური პროფესია. ჯალათის ორატორი. იყო ასეთი პროფესია. მოდით განვმარტოთ რა არის ეს. წარმოიდგინეთ სცენა. შუა საუკუნეებია. ქალაქის მოედანზე აღმართულია ეშაფოტი, სადაც ადამიანი უნდა დასაჯონ სიკვდილით. ხალხი დგას და უყურებს პროცესს. შეიძლება ვიღაც ეთანხმება, მაგრამ შეიძლება ვიღაცის გულში ემპათია იღვიძებს და ეცოდება განწირული ადამიანი. სადამსჯელო ორგანოებმა ეს იციან. ჯალათს არ შეუძლია უბრალოდ მივიდეს და თავი მოჰკვეთოს. მას სჭირდება ლეგიტიმაცია. ამიტომ სანამ ნაჯახი დაეშვება, ეშაფოტზე ადის კარგად ჩაცმული სოლიდური გარეგნობის ჯალათის ორატორი. იშლის გრაგნილს და ხმამაღლა დამაჯერებელი ხმით უკითხავს ბრბოს, რატომ არ უნდა ეცოდებოდეთ სიკვდილის პირას დაყენებული ადამიანი. ის უქმნის ხალხს შეგრძნებას, რომ ასეთი სასჯელი თავად მსხვერპლისთვისაც საუკეთესო გამოსავალია. და სანამ ჯალათი მოკლავს ადამიანს, ჯალათის ორატორი იმავე მოედანზე კლავს ადამიანობას. ირაკლი ჩიხლაძე და მაგდა ანიკაშვილი ქართული ოცნების შტატიანი, მთავარი ჯალათის ორატორები არიან. 2025 წლის ნოემბერში, როცა ქართულ ოცნებას დამოუკიდებელი მედიების განადგურება დასჭირდა, ჩიხლაძე დაჯდა იმედის კვირის ეთერში. შეხედა კამერას და 22 დამოუკიდებელ ქართულ გამოცემას პირდაპირ უცხოური დაზვერვის აგენტები და ანტიქართული ქსელი უწოდა. არც მაგდა ანიკაშვილი ჩამოუვარდება. მაგდა, რომელიც წლებია ეკრანიდან ობიექტურობას და სოლიდურობას თამაშობს, 2024 წლის იანვარში დაჯდა ეთერში და უდიდესი სერიოზულობით წაიკითხა აბსოლუტური კლინიკური ტყუილი. თითქოს დასავლეთი რევოლუციას აფინანსებდა დამოუკიდებელი ორგანიზაციების გავლით. ვინ აფინანსებს ხელოვნურ პროტესტს საქართველოში? სქემა გაშიფრულია, დადგენილია კავშირი უცხოურ სპეცსამსახურებთან. ოცნება სჭირდებოდა საბაბი რუსული კანონის მისაღებად, სჭირდებოდა შემზადება, სჭირდებოდა რომ ადამიანების გულში გაჩენილიყო განაჩენი მანამდე, სანამ ეს განაჩენი აღსრულდებოდა. ამიტომ მაგდა ავიდა ტელეეშაფოტზე და მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ მერე პარლამენტს სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავი მოიკვეთა. მაგრამ იცით რა არის ამაში ირონიული?
თუ თქვენ როგორც ჯალათის ორატორების საქმეს გადამეტებით კარგად აკეთებთ და საზოგადოებაში საბოლოოდ ჩაკლავთ თანაგრძნობის უნარს, მაშინ თქვენ უკვე ვისრაში სჭირდებით. და როცა თქვენი თავი დაიდება ეშაფოთზე, თქვენი დამკვეთების რეაქცია იცით რა იქნება? აი ეს. ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ხოლო ხალხის რეაქცია თქვენდამ იცით რა იქნება? აი ეს. მოუთხან დედის ტრაკი. მოკლედ ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, მადლობა რომ გვიკომენტარებთ, გვალაიქებთ. ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას. დროებით.